ინკლუზიის გამოწვევები ამ სახელწოდების კონფერენციას ბათუმი მასპინძლობს მოხსენებლები მთელი დღის განმავლობაში იმ გამოწვევებზე იმსჯელებენ, რომელიც უმაღლესი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებობს. ფორუმი ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ტარდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანების განათლებას, მათ სოციალურ ინტეგრაციასა და დისკრიმინაციის შემსუბუქებას. პროექტში 14 პარტნიორი უნივერსიტეტს შორის ჩართულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სადაც უკვე დაინერგა და სამომავლოდ განხორციელდება პროექტის ფარგლებში მომზადებული კურსები, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე ტრენინგების დონეზე. ვისაუბრებ იმ გამოწვევებზე და ინკლუზიური განათლების სპეციფიკაზე, რაც აქვს და მათი სამართლებრივი რეგულირების, ასევე იმ სახელმწიფო პროგრამების ფონზე, რაც ორგანიზაციის ინიციატივით იქნა განხორციელებული და რა საგანმანათლებლო პროექტები განხორციელდა ამ წლების განმავლობაში უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დროს. სპეციალური ამ მიმართულების სასწავლო კურსების შემუშავება, რომლებიც გათვალისწინებული იქნება საგანმანათლებლო პროგრამებში და ასევე შეიძლება მისი როგორც ტრენინგ კურსებად ჩატარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა იმისათვის, რომ უნივერსიტეტი შეექმნას სპეციალური პირთათვის ადაპტირებული გარემო. საკითხი სწორედაც ეხებოდა იმას, რომ როგორ შეიძლება განსაკუთრებული შეძლებლობის მქონე პირებს მივცეთ ისეთი შესაბამისი განათლება, შევქმნოთ ამ განათლებისთვის გარემო, რომ ის მათი სწავლებისთვის ადაპტირებული როგორც პროგრამების, ასევე ინფრასტრუქტურის და სწავლების მეთოდების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი და რა თქმა უნდა, ჯარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიდან ბოლომდე ჩართულია ამ ღონისძიებებში.